სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე, ათურთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შენდა კითხვა ძალიან საინტერესოა ამ 70-ე ნაწილში და ამას ვას უკვე ენდრიუ, რომელიც მოდის პენტაკოსტელებიდან, 50-იანელებიდან, ხარიზმატული წარსულიდან. ეს ახლა თქვენთან რასაც ხედავთ ხომ იქ რომ ალავენ ახლა და სახარების წვენის ეკლესიას უძახიან. ხო, და რაღაცები შეიძლება მაგალითად კარგი იყოს, თუნდაც აი ბიბლია რო გადათარგმნეს, კიდე რაღაცები ხდება. თუ ჩვენ კარგად არ გამოვიკვლიეთ, ხო, რა არის ამის უკან, ჩვენც დაბნეული ვიქნები და ბევრი ხო შეცდომაში შეყავს, აი ოლეგ ხუბაშვილის ამ ორგანიზაციას. ბევრი შეცდომაშია შეყვანილი, ხო? იმიტომ რომ ადამიანებმა ესე არ შეიძლება манипуляცია გააკეთონ და არ მისდიონ ქრისტეს მთლიანად. ნახეთ, აი როგორ ავტორებს ასახელებენ, როგორ ავტორებს წამოწევენ წინ. და შეზავებული ქრისტიანობა ყველა საშიში ქრისტიანობაა. ამ დროს ნახეთ, ამერიკაში სადაც დაიწყო ეს მოძრაობა, ჩვენ ხო უნდა მივაგნოთ ფესვებს, სადაც დაიწყო ეს მოძრაობა. და იქიდან განვიხილოთ ყველაფერი. რატო გახდა ეს აქტუალური, რატო გახდა გამოყოფა, მე-19 საუკუნეში იწყება ძალიან ბევრი სექტების გავრცელება. და სად მიდის ეს და ნახეთ რა ისინი აქვს შეხედულებები და კერძოდ ეს პიროვნებას აინტერესებს სატანასთან მიმართება და ძალიან ბევრ ხარიზმატებს და პენტაკოსტელებს არ აქვს სწორი გაგება სატანასთან მიმართებაში. და როცა მოისმენთ აი ჯანსაღ შეხედულებას არ შეიძლება არ დაეთანხმოთ ჯონ მაკარტურს. არ შეიძლება რა, იმიტომ რომ თუ ადამიანი ბიბლიასთან მიდის, ხო, ღმერთი უხსნის მას გონებას პირველ რიგში და ემოცია და გრძნობები უკანა პლანზე გადადის. და მე დაბნეულობას აღარ აქვს ადგილი, განხილვას აღარ აქვს, მოლოდინები უკვე აღარ აქვს ისეთი, რომ სატანამ დაგარტყას და დაქცეს მერე. და როცა შენ გასწავლიან, რომ სატანის შეკვრა შეგიძლია, ექსორსიზმი შეგიძლია, რაღაცა ის რა ქვია, განდევნა შეგიძლია სატანის, ხო? რაღაცა კვეთებული და მე სპეციალური სურათი დავადე ვიღაცას ბერი თომარო არის, ხო, მოსიარულე და იობიც, მიტროპოლიტიც მაგას აკეთებდა. და ბუნებრივია ხო რომ მე ხალხი სეკულარები და განათლებული ხალხი რატომ არიან დისტანცირებული და რატომ დაცინიან ესეთ ურთიერთობებს. აბა მოусმინონ უბრალოდ მაგალითად სატანა არ იმაშევა თორე აბა მოусმინონ ჯონ მაკარტურისნარი გაწონასწორებულ ადამიანს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვერ მოუდებს შანსს, ვერ დაცინებ მაგას. იმიტომ რომ არაფერს არ მოგცემს საბაბს, არ დაგიტოვებს ფანჯარას, რომ შენ შეხვიდე და შენი ცინიზმი და რაღაცეებით იმას აქნა, ხო, გააშაყირო ან იმას აქნა. ასე რომ ეს დაამნიშნულოვანია და უნდა ვიცოდე ჩვენ რომელი დენომინაცია რა იმას ზარალი მოუტანა ქრისტიანობას. თავისი თუ რამე კარგი ქონდა, აი მაგალითად ქველმოქმედება მაგარი ქონდა კათოლიციზმს და დღესაც მაგარია ქველმოქმედება. მაგრამ გადახედეთ რამდენი რამე დამახინჯებული იყო მან და ნაყოფები რა იყო, ხო? პედოფილიდან დაწყებული, რა ვიცი, რეები დამთავრებული. იგივეა ახლა მართლმადიდებლობაში. და ამიტომაც ამ პენტაკოსტელებს რო ამბობენ და ნახეთ, რომ აღარ აიძახიან ამას, რომ 50-იანელები არიან. მაგრამ საქმე რომ მიდგება, აღიარებენ. მაშინ მიატოვე რა, დაანებე საერთოდ ამის დისტანცირება მოახდინე ამასთან. თვითონ ეს ტერმინი და არ თქვა რომ 50-იანელის ეკლესია. რატო ამბობ მაგას? იმიტომ რომ იქიდან დაფინანსებები გაქვს, საიდანაც გიგზავნიან ამ დახმარებებს, ხო? ამერიკაში გითხარით ჯონ ტრამპის ირგვლივად ჯონ მაკარტურს გააგრია. სულ ეგენი არიან, აი ხარიზმატები, 50-იანელები. რატო? იმიტომ რომ ეგენი არ ასწავლიან, არ მიყვებიან ქრისტიანულ დოქტრინას. მარტო ციფრებზე, პოპულარობაზე ევანგელისტები დაირქვეს და პოლიტიკაში შევიდნენ, ისიც ისრაელსაც აფინანსებენ. ხო და ეს არის ახლა ქრისტეს ეგ არ უთქვია ჩვენ რომ პოლიტიკაში ვიაქტიურო და პოლიტიკა შეცვლის კიდე იმას, ხო, სამყაროს. ესე რომ მოდით მოусმინოთ ახლა ენდრიუს რა პრობლემა აქვს, რას ნიშნავს ჩვენი სულიერი ომი? ეს სატანასთან ბრძოლაა თუ ჩვენი ცოდების წინააღმდეგ არის? გამარჯობა ჯონ, მე ქვია ენდრიუ. გამარჯობა ენდრიუ, გილოცავთ შობას, გმადლობთ. გმადლობთ რომ ჩვენი მოძღვარი ხარ და გილოცავთ 50-იან წლიან მსახურებას. გმადლობთ ენდრიუ. მე ქარიზმატულად გავიზარდე და 10 წელი 50-იანელთა საკრებულოში გავატარე. ვიცი რომ თქვენ კარგად იცნობთ ამ მოძრაობას და იცით რომ ისინი მიმართული არიან სატანის წინააღმდეგ ლოცვაზე, მის დაგმობაზე, შებოჭვაზე და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემი კითხვა ძირითადად ასეთია. უნდა ვიფიქროთ თუ არა სატანაზე, ან უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი. როგორ უნდა ვიფიქროთ თუ უნდა ვიფიქროთ სატანაზე? რა დრო დაუთმოთ ამაზე ფიქრს? იცით რომ ის დახეტიალობს როგორც მტღვინავი ლომი
და ეძებს თუ ვინ ჩაყლაპოს, შეჭამოს. რას გულისხმობს სულიერი ომი, როცა ბიბლია ამაზე ლაპარაკობს? ერთ-ერთმა მოძღვარმა აქ თქვა, რომ სულიერი ომი უბრალოდ ბრძოლაა საკუთარი ცოდნების წინააღმდეგო. ასე რომ ძირითადად როგორ უნდა ვიფიქროთ სატანაზე და თუ უნდა ვიფიქროთ საერთოდ. ჩვენი გონება მხოლოდ თაყვანისცემაზე უნდა იყოს, ღმერთის თაყვანისცემაზე? და ჯონ მაკარტური. მადლობა ენდრუ, კარგი კითხვა. არ გვინდა ვიყოთ უცოდინარები სატანის ხრიკების შესახებ. გახსოვთ რას ამბობს ბიბლია? რაზე გვაფრთხილეს პავლე? ვიმეორებ, არ გვინდა ვიყოთ უცოდინარები სატანის ხრიკების შესახებ. სატანა ჩვენზე ხრიკებით მოდის. ის სოფლიოს სისტემების მეშვეობით გვიტევს ჩვენ. სატანა უპირველეს ყოვლისა ყველგანყოფი არ არის. ხომ გასაგებია? სწრაფია, მაგრამ ყველგანყოფი არ არის. ამიტომ მოსაზრება, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი, რაც არ უნდა ცუდად მიდის, კონკრეტულად სატანის ბრალია, უბრალოდ არასწორია. სატანასაც აყავს დემონების მთელი არმია, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენ მთელ სოფლიოში, მაგრამ ძირითადად ის ფუნქციონირებს ბოროტების ამ სისტემასთან ერთად, რომელიც ჩვენს სამყაროშია და კაცობრიობაშია. ასე რომ, დაცემული ადამიანების რასა ძირითადად სატანის ხელშია. მთელი სამყარო ბოროტების კალათაშია ჩაფლული. ამას ამბობს წმინდა წერილი. ასე რომ, საქმე არ არის სატანასთან ბრძოლაში, როგორც პიროვნებასთან, არამედ მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ უცოდინარები მისი ხრიკების შესახებ. და ის, როგორც თქვენ ახსენეთ, დაიარება როგორც მბრთხვინავი ლომი და ეძებს ვინმე ჩაყლაპოს. არა, სატანასთან პირადი შეხვედრისას, არამედ ის ქმნის გარემოს სამყაროში, რომელიც ბოროტების მიმართულებით ზრუნავს. ის სოფლიოს სისტემას ხორციელი ვნების, თვალების ვნების და ცხოვრებისეული სიამაყისაგან უბიძგებს. აი შეხედეთ მხოლოდ რეკლამები, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ეს იქნება ტელევიზია, ფილმი, მედიის ნებისმიერი ფორმა, დღეს უკვე კომპიუტერში და ინტერნეტში. ის სავსეა ისეთი რაღაცეებით, რაც ხორციელი ვნების, თვალების ვნებისა და ცხოვრებისეული სიამაყისაგან გვიბიძგებს და ისწრაფვის. ეს ერთგვარად აჯამებს თანამედროვე ადამიანის ფილოსოფიას. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ ამაყები, ჩვენ გვაქვს უფლება დავიკმაყოფილოთ ჩვენი სურვილები, ჩვენ გვაქვს უფლება დავიკმაყოფილოთ ის რა ნებისმიერი რამე რაც მოგინდება. და ეს ყველაფერი ლეგიტიმურია. და ეს არის სწორედ სატანის დიდი სიცრუე და იარაღი. ამიტომ ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ შეიძლება არასოდეს საერთოდ ჩაერთოს პირად ბრძოლაში სატანასთან, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, ის სხვა დემონზე ძლიერი არ არის. და მნიშვნელოვანი იმის თქმა, რომ წმინდა წერილი გვაძლევს ამ დაპირებას. წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და ისიც გაიქცევა თქვენგან. გახსოვთ იაკობის წერილი. ეს საქმე იმაში არ არის, რომ თქვენ უნდა ამოიცნოთ იგი და გაიქცეთ. საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ წინააღმდეგობას გაუწევთ მას, წინააღმდეგობას გაუწევთ სიტყვაში, უფლის სიტყვაში სიძლიერით. და ეფესელთა მე-6 თავი გახსოვთ სულიერი აბჯარი, რომელსაც უნდა ატარებდეს ყოველი ჩვენი ქრისტიანი და ის გაიქცევა თქვენგან. რასაც იესო აკეთებს, გახსოვთ იესო წმინდა წერილის მეშვეობით უპირისპირდება სატანის ცდუნებებს და ის გვიტოვებს მაგალითს ამისას. სატანის დევნა და მასთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს და არანაირი საფუძველი არ აქვს ბიბლიურად. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მისთვის მე ერთი სიტყვაც კი არ მithქვას. და არც ვაპირებ. და არც კი ვიცი, არის თუ არა ის შემთან და ყოფილა. არც კი ვიცი, მაგითი არ დავინტერესებულ ვარ. ეს უაზრო იქნებოდა. მაგრამ მე ვერიდები სატანას და ვერიდები სატანის მოქმედებას, თუ ვერიდები იმას, რაც მოდის სოფლიოს სისტემიდან. ეს არის ხორციელი ვნება, თვალების ვნება და ცხოვრებისეული სიამაყე. თქვენ კი თავს იზოლირებთ ასეთი რაღაცეებისაგან ზეციურისადმი სიყვარულით, ქრისტეს სიყვარულით, მისი სიტყვისადმი ინტენსიური ურთიერთობით და დამოკიდებულებით. გახსოვთ დავითი რას ამბობს? შენი სიტყვა გულში დავიმარხე, რათა არ შევცოდო შენს წინააღმდეგო. უფრო დიდია ის, ვინც შენშია, ვიდრე ის, ვინც სამყაროშია. ასე არ არის? ღვთისმსული უფრო დიდია, ვიდრე სატანა. თქვენ ღმერთს ეკუთვნით, თვით სატანასაც კი არ შეუძლია თქვენი ღვთის ხელიდან წარდაცება. ის ქმნილი არსება, ის ღმერთმა შექმნა. როგორ შეიძლება ის იყოს ღმერთის ტოლი ან ღმერთზე დიდი?
ასე რომ ვერავინ შეძლებს ვერც სატანა ღმერთის მზრუნველობიდან ჩვენ ჩამოშორებას. ვერაფერი შეძლებს თქვენი მისი სიყვარულისგან განშორებას. ამიტომ არანაირად არ არის საჭირო მასზე ფიქრი, არ გჭირდებათ მასთან საუბარი, დემონებთან საუბარი, შებოჭვა, კვეთებული და ასე შემდეგ. რაც შეეხება სულიერი ომი, თქვენ რომ ახსენეთ, კორინთელთა მიმართ მეორე წერილში აღწერილია, როგორც სოფლიოში არსებული ტყუილისა და მატყუარა თეოლოგიისა და ფილოსოფიის წინააღმდეგ ბრძოლა ღვთიური ჭეშმარიტებით. მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ მეორე წერილში ამბობს, ჩვენი ომის იარაღი ხორციელი არ არის, ის ადამიანური არ არისო. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ჩვენ სულიერ ომს ვაწარმოებთ, მაგრამ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ადამიანური გამომგონებლობა, ადამიანური სიბრძნე, ადამიანური იდეები, ადამიანური სტრატეგიები, რადგან ჩვენ ციხესიმაგრებს ვესხმით, ამბობს და ამას სიტყვას იყენებს ციხესიმაგრებს და იდეა ქვის ციხესიმაგრეა. სამიზნეები ძალიან საშიშია იმისათვის, რომ ადამიანური გამომგონებლობა გამოვიყენოს სიბნელის სამეფოს შესატევად. ახლა რას გულისხმობს ის მასზე თავდასხმაში? ის აგრძელებს და ამბობს, რომ ჩვენ ციხესიმაგრებს ვესხმით, როდესაც თქვენ ეკითხებით. რას გულისხმობს ის ამით? ესმით, როდესაც ჩვენ იკვლევთ თქვენ წინაშე ვინ ლაპარაკობს, რა არის და იწყებთ ამის კრიტიკულ აზროვნების ამუშავებას. ანუ ჩვენ ვესხმით ლოგისმოს. ვესმით ლოგისმოს, ბერძნული სიტყვაა, იდეებს. ეს ნიშნავს იდეებს. სულიერი ომი არ არის სატანის დევნა ან შებოჭვა, ან დემონების ძიება. ეს არის იდეოლოგიები, რომელიც ჩვენ გვარტყია, მსოფლმხედველობები, იმაზე შეტევა, კითხვების დასმა, თუ ვინ არიან, რა არიან და რას გვეუბნებიან. ეს არის ფსიქოლოგია, ფილოსოფია, რელიგიის ყველა ფორმა, სიცრუის ყველა ფორმა, რაც ჩვენს ირგვლივ არის. დენომინაციები ქრისტიანული, კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, ქარიზმატია, მორმონიზმი, იეღოველები, მეშვიდე დღის ადვენტისტები. და პავლე აგრძელებს, რომ ეს პრაქტიკულად თავდასხმა ან თავდასხმა ნებისმიერ იდეაზე, რომელიც არის ხომ ფილოლოგია, იდეოლოგია, ფსიქოლოგია, ყველა გოზე. და მეორე კორინთელთა მე-10 თავში ეს ჩამოყალიბებულია. ამგვარად ჩვენი ომის იარაღი ხურციელი არ არის, არამედ ღვთისთვის. ეს არის ღვთის სიტყვა. და ჩვენ ღვთაებრივი იარაღი უნდა გამოვიყენოთ. და ეს იარაღი თავს ესხმის ასეთ ციხესიმაგრეებს, რომლებშიც ადამიანები ტყვედ არიან დატყვევებულები. და ეს ციხესიმაგრეები მათი იდეოლოგია, რელიგიებია. ასე რომ სულიერი ომი არსებითად ჭეშმარიტების აღება და იმ ცრუ იდეების ნგრევა არის, რომლებიც ადამიანებს ტყვედ აქცევს, იმონებს და აზომბირებს. ეს ციხესიმაგრეები მათ ციხეებად იქცევა, ეს ციხესიმაგრეები საბოლოოდ მათ სამარხებად იქცევა და სიტყვა ციხე ეს სამივეს ეხება. ამგვარად სულიერი ომი არ არის სატანის დევნა, ეს არ არის დემონების დევნა, დაფიქრდით. სკევას, გახსოვთ, სკევას ვაჟები მოციქულთა საქმეებში, რომლებსაც უნდათ, რომ დემონები განდევნონ. და დემონები მას რას ეუბნებიან? ჩვენ ვიცნობთ იესოს, ჩვენ ვიცნობთ პავლეს. თქვენ კი ვინ ახართო? ანუ მათ უთხრა, რომ თქვენ არა გაქვთ ჩვენზე ძალაუფლება. ასე რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენ არანაირად არ გჭირდებათ, რომ დემონებს დაუწყოთ დევნა. თქვენ უნდა აშენდეთ ღვთის უწმინდესი სიტყვით, რათა საკმარისად კარგად იცოდეთ ჭეშმარიტება საკუთარი თავის დასაცავად და საკმარისად კარგად იცოდეთ ჭეშმარიტება, რათა შეუტიოთ თქვენს ირგვლივ მყოფ იდეოლოგიებს, რომლებიც სატანამ შექმნა მსოფლიოში, რომლებიც ადამიანს ტყვედ აყავს დამონებული, ტყვეებად. საბოლოოდ თქვენ იღებთ ჭეშმარიტებას და ყველას ამბობს პავლე და მათ ქრისტეს ტყვედ აქცევთ. თქვენ ქრისტესთვის მოიპოვებთ იმ ადამიანებს მერე.
ასე რომ ჩვენ ვანგრევთ ამ სიმაგრეებს, ამ არასწორ იდეებს, რომლებიც ღვთის ჭეშმარიტი ცოდნის წინააღმდეგ არის აღმართული, რათა ადამიანები ქრისტეს ცოდნამდე მივიყვანოთ. ეს არის სწორედ სულიერი ომი. კარგით? დიდი მადლობა და ჯონ მაკარტური მიცევა აგზელებს. და ეს ქარიზმატული მოძრაობის დიდი ნაწილია. მაგრამ ის ამ მოძრაობაში კარგად გძნობს თავს სატანაზეა ლაპარაკი, რადგან ამ მოძრაობაში ძალიან ბევრი ფანტაზიებია. არსებობს არამხოლოდ ფანტაზია სატანასთან და დემონებთან ურთიერთობის შესახებ, არამედ ფანტაზია სულიწმინდასთან ურთიერთობის შესახებაც კი. პენტაკოსტალიზმი ცნობილია ამითი. ისინი ძალიან არიან გართობილი სულიწმინდის ნიჭებით და სულიწმინდის სასწაულებით. არის ფანტაზია ენებზე საუბრის დროს, არის ფანტაზია განკურნებებზე, ეს სავსეა არაბიბლიური რაღაცებით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ესეც სატანასთან ურთიერთობაც მათთვის მისაღებია ასეთი სახით და მათი ნაწილია. ეხლა ყველაფერი ამის შემდეგ ჯონ მაკარტონი რაც თქო უბრალოდ იმას დავამატებდი, წარმოიდგინეთ პავლე, როდესაც წერს ამას, პეტრე, ამაზე გვაფრთხილებს იუდას წერილის გახსოვთ ხომ? იაკობიც, ყველანი აფასე გვაფრთხილებენ თუ მაშინ რა შეტევებს ქონდა ადგილი, ხო? გადაცდომებს. წარმოიდგინეთ 2000 წელი გავიდა. ნახეთ ბოლო, ეხლა პოსტმოდერნიზმი, რამდენი იზმები და რამდენი ლოგოები დაემატა ამას. ათეიზმიდან მოყოლებული, ყველანაირი ნახეთ თუნდაც დენომინაციები, 40,000-მდე დენომინაცია იცით ხო ქრისტიანული, ხო? და რამდენი ტვინის არევა არის. ესე იგი სატანამ ნახეთ როგორი ფერი იცვალა, ხო? მოყოლებული თუნდაც იდეალური ფილოსოფიით. რამდენი არის ადამიანი დაბნეული პლატონით, სოკრატეთი, მერე მოდიან ძლიერი ფილოსოფიები, თუნდაც კანტიზმი, რა ვიცი, მარქსიზმა რეები გააკეთა და დღესაც რეებს აკეთებს, ხო? და თანამედროვე პოსტმოდერნიზმი, რელატივიზმი, რა ვიცი, რამდენი იზმებია, გადახედეთ. სუდაიბნება, ამიტომ განათლებული ადამიანი, ვინც არის ქრისტიანი, ვინც გახდა, ხო? იცით ამას რობერტ სპროული კარგად აკეთებს, ფრენსის შეფერი, ბატონი თეოფილე მალაკია, ხო? ქართულ სივრცეშიც. როცა განათლება გაქვს, ყველა ამ იზმებს შენ მიუჩენ ადგილს და იქიდან ამოიღებ, რაც რა თქმა უნდა, კარგია კრიტიკული რაც არის, მაგრამ როდესაც ლაპარაკია უკვე მათ მიერ მოცემულ ფორმულაზე ხსნის ან გადარჩენის ან საზოგადოების გაჯერსაღების, აი იქ უკვე შენიწყებ ამ ციხესიმაგრების ნგრევას და იმ ადამიანების გამოყვანას იქიდან. თუ ამას რა თქმა უნდა ისინი მიიღებენ. აი რატო არის საჭირო განათლება, თუ საჭიროა აპოლოგეტისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ქრისტეს სიტყვის კარგი შესწავლა არის. და მოსმენა ისეთი ადამიანების, რომლებიც ჩვენ გზაზე დაგვაყენებენ და არა გვაცდენენ და ქრისტეს ჩაგვახუტებენ. განა თავისთან მიგვიყვანენ, არამედ ქრისტესთან ჩაგვახუტებენ. მთელი ბიბლიურის ზუსტად გამსახურდია რომ აბუდა სულიერი მისია. საწყალმა ისიც ვერ გაიგო ადამიანის მისია რა არის. აი ადამიანის დანიშნულება რა არის ამ დედამიწაზე რომ მოდის. და მან ერი დასახა ქართველიერი რაღაც სულიერ მისიად. აი ფანტაზიები, აი იზმები, აი ლოგოები. და ბუნებრივია რა დაემართა ქართველ ერს. ყველაზე ნაკლები დიდხანს ვერ გააჩერა ვერ სამყარომ, ვერ სოფლიომ და ბევრი კიდე მისტირის, რომ ზვიადი რო ყოფილიყო, ზვიადი რო დარჩენილიყო, კოსტავა რო ყოფილიყო. იგივე აზრები ქონდა კოსტავასაც, ხო? ამან უბრალოდ ჩამოაყალიბა თავის რაღაც ფანტაზიებში. არდათ ხო ძალიან მარტივი ადამიანის მისია რა არის? რა არის ჩვენი ადამიანის მისია? გიფიქრიათ მაგაზე? აი ამ როცა იბადება ადამიანი, რა უნდა უთხრას მშობელმა? პირველი, ხო? თუ ჩვენ არ ვიცით ღმერთის აღმოჩენა. ჩვენი ცოდვილობის მოძებნა და მე ამ ღმერთში მხსნელის დანახვა. აი ძალიან მარტივად რა არის ადამიანის მისია და ღმერთთან დაბრუნება. რა არის მისია? მე როცა გაიგებ, ღმერთმა რა გითხრა, ესეც მისიაა. წადით და იქადაგეთ, უკადაგეთ სხვებს, რომ გააგებინო. ძალიან მარტივად რო ჩამოაყალიბო ადამიანი. სადამოს ღმერთი პავლეს ეუნება, ან კიდე რომელს ეუნება, რომ გადაარჩინონ ერი. გადაარჩინონ ერი, აი თუ ქონდა სულიერი მისია, ისრაელს ქონდა სულიერი მისია და კიდევ აქვს გარკვეული მისია, რომ ისინი გახდებენ ევანგელისტები. ნახეთ, მაგრამ ქართველებს ხალხო, ეგრე მაშინ სერბებსაც აქვს თავის მისია, ბულგარელებსაც და სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც, ხომ? ნახეთ, როგორი დაბნევა აქვს ადგილი, როცა თავარს მოწყვეტავ და თავარი არიცი.
და ადამიანი, აი ადამიანი და ამაში ზვიადის აჯობა მამარდაშვილმა და რა ვიცი, ფილოსოფოსები აჯობდნენ მაგას, ხო? აღავლაპარაკობ უკვე სხვა ქრისტიანებთან. რატო არ იღებენ ხმას ამაზე? ოთხოზორია, თეოდორ გიგნაძე, რომ გადახედო და ასე შეხედო ილია ჭავჭავაძესაც, შოთა რუსთაველსაც, ნებისმიერი ამ კუთხიდან რომ გააკრიტიკო. ეშინიათ, იმიტომ რომ შეზავებული ქრისტიანობა მათი ქრისტიანობა და შიშარა ქრისტიანი არასოდეს არ იქნება ქრისტიანი. ეს მინდოდა მეთქვა და მადლობა მოსვენისათვის.